აბა გაგიბრუნდით მეგობრებო, მოგესალმებით სულ ყველას, როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ, ხომ ხართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად, ჩემოკარგებო. მოკლედ, აბა როგორ დაისვენეთ, ვინსად ვიყავით, საიდან ჩამოვედით, ხო, დაგიბრუნდით, მოკლედ, ძალიან დიდი სიყვარულით, რა თქმა უნდა, დრო გაიწელა და ვერანაირად ვერ ჩაგიწერეთ ვერსაიდან ვიდეოები. სამწუხაროდ ფიზიკურად ვერ მომიხერხდა, მაგრამ ეხლა დაგიბრუნდით და აქტიურად ვეცდები ხოლმე, რომ ჩავწერო ვიდეოები ჩემი ძვირფასებო თანავათოდ სურნელოვანი ჭხირი, ხო? მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, მადლობით უნდა დავიწყო თითოეულ ადამიანს, პირველ რიგში ლაიქებისთვის, ჩემი არხის გამოწერისთვის, რა თქმა უნდა, რაც მეტი ადამიანი გამოიწერს არხს, მით მეტი ასანთი თუნდა ვანთებდე, თქვენ არა ანთოთ ხოლმე სანთებელით, მაგრამ ეხა ფიზიკურად აქ გქონდა მხოლოდ სანთებელა და ერთი წუთით ავანთო და ადამიანებს, რომლებიც აი ამ დროის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი კონტაქტზე, არ ვიყავი ხაზზე და ასე ვთქვათ, ვერანაირად ფიზიკურად ვერც ვიდეოებს ვერ გიწერდით, ყოველდღიურად მწერდნენ, ყოველდღიურად მოკონტაქტებოდნენ, ყოველდღიურად კითხულობდნენ, ამიტომ თქვენ ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩემს ემიგრანტებს, ჩემი ძვირფასებო, ყველას ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის, ერთგულებისთვის და ასევე იმ უანგარო მადლიერებისთვის, რომელსაც ჩემს მიმართ იმეტებთ ჩემი ძვირფასებო. ეს მინდა, აი საოცარი სანთელია ეს, მაგრამ ცოტა ის ადგილას მინდა დავდო, რომ მგონი ის შეგვიშლის ხელს. ხელს არაფერი არ მიშლის არც ერთი ნივთი, მაგრამ მაინც გაშლის დროს, რომ ფართედ, ასე ვთქვათ, გავშალო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ამიტომ განსაკუთრებულად კიდევ და კიდევ დიდი მადლობა ჩემს ემიგრანტებს. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ეხლა ყველაზე მთავარი, მთელი დღის განმავლობაში ჩემი ტელეფონი არ ჩერდება. მესმის, აბსოლუტურად მესმის თქვენი, მაგრამ თქვენც უნდა გაიგოთ ჩემი. როდესაც ერთ მესიჯს არ უპასუხებ, აი ჩემი დიდი თხოვნაა, ჩემო ძვირფასებო. ერთ მესიჯს როდესაც არ უპასუხებ, ესე იგი რაღაცა ხდება, არ მცალია და ფიზიკურად დროებით აქეთ გადმოვდებით წამეთ და რაღაცა ხდება და ესე იგი ვერ ვპასუხობ. ამიტომ რომ მესმის კი მოაყოლებთ 5, 6, 10 მესიჯი რომ მოდის, ანუ ერთს თუ ვერ ვპასუხობ, 5-ს და 10-ს ვპასუხებ. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ძალიან გთხოვთ, მაქსიმალურად ეცადეთ ერთ მესიჯს რომ მომწერთ, დამელოდეთ და როდესაც პასუხს გაგცემთ, კაცო, მე გინდა მომწერეთ, გინდა რა ვიცი მე ხმოვანი გამომიგზავნით, ხო ყველას მაქსიმალურად ვპასუხობ. ეხლა კიდე ყველაზე მთავარი. კი ბატონო, წმენდები, კი ბატონო, მესამე პირის დაბლოკვა, რაც ყველაზე მეტად მოთხოვნადია, კი ბატონო, ჩამოშორებული ურთიერთობები, მაგრამ კაცი მომიყვანე, კაცი წამიყვანე, ის კაცი ჩამომაშორე, მწერენ, ქმარიც ყავს, მეგობარი კაციც და ორივე მინდა, იქნებ დამიბრუნო, ნახეთ, არავინ არავის არ უბრუნებს ძალით. არ ვემსახურები შავ მაგიას, ეს განცხადება მე აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, წინაზეც მინდოდა და დამავიწყდა. კი არა და იმის წინაზეც და დამავიწყდა. არ ვემსახურები შავ მაგიას, შეგიძლიათ ვინც ემსახურება შავ მაგიას მიმართოთ იმას, მოგიყვანთ ორ დღეში თქვენს ადამიანს და ზუსტად მერე რამდენიმე თვეში თქვენგან ისე წავა სამუდამოდ, რომ თქვენს მიმართ დადებითი ემოციაზე ზედმეტი ალაპარაკი, ზიზღის მეტი შეგრძნებები არ იქნება. ამიტომ ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ რაც კანონის ფარგლებს აღემატება, იმის უფლება არ გვაქვს, ჩემო ძვირფასებო, სამყაროს კანონებს რაც აღემატება, ამიტომ რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ და მე ყველას ვეუბნები, არავინ არავის არაფერს არ პირდება, ძალით არავინ არავის არ აბრუნებს, უბრალოდ ჩვენ მუშაობთ ამ ადამიანთან, ვისუფთავებთ პრინც გონებას და ეს დაცვა, რასაც ვდებ, ნამდვილად, კი ბატონო, აი ეს დაცვა მეტად ეხმარება, იმიტომ რომ ვინც რას უკეთებს, შემდგომ უკან უბრუნდება ეს ბუმერანგი ამ ადამიანს და რა თქმა უნდა, რომ ეს პიროვნებაც საყაზროვნებას უბრუნდება. კარგით. მოკლედ, დღევანდელ ეს მინდოდა განცხადება გამეკეთებინა, ამიტომ წერთ ყველაფერს პირადში, TikTok-ზე ვინც წერთ და მე გამატებთ WhatsApp-ზე და ვინც YouTube-ზე წერთ, ვიდეოს ბოლოშია ჩემი ნომერი, შეგიძლიათ მოიწეროთ WhatsApp-ი, Viber-ზე. მოკლედ, ჩემი ძვირფასებო, დღევანდელი გაშლა, დღევანდელი ასე ვთქვათ, ჩემი დაბრუნება, რა თქმა უნდა, თუ არა ფიქრი გრძნობა ქმედება, ჩაიფიქრეთ.
თქვენი საყვარელი ადამიანი, თქვენი პარტნიორი სახელი და გვარი თქვით სრულად, თქვენი სახელი და გვარი თქვით სრულად, ისე როგორც პასპორტშია თქვენის და მისის, ასევე დაბადების თარიღები გაიმეორეთ გულში, ან შეგიძლიათ ხმამაღლა და შემდგომ უკვე დაიწყოთ ვიდეოს ყურება. ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. ჯერ ნახოთ სიტუაცია თქვენ ორ შორის, შემდგომ ნახოთ პარტნიორის ფიქრი თქვენთან დაკავშირებით, პარტნიორის შეგრძნებები თქვენთან დაკავშირებით და პარტნიორის ქმედება თქვენთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რაიდერსაც დავუდებ და შემდგომ უკვე დავიწყებ. ტაროს შესწავლასთან დაკავშირებით წერთ პირადში, ამიტომ რაც შეიძლება მალე მე დრო ფიზიკურად არ არის და ჩემი ძირფასება ყველაზე მნიშვნელოვანი დროა, ამიტომ თუ რამე მინიშნებას იღებთ, რომ ტარო უნდა შეისწავლოთ, თუ რაღაცა შეგრძნებები გაქვთ, თუ რაღაცა შფოთვები გაქვთ, აუცილებლად, ესე იგი რაღაცის საწესია, რაღაცა ახლის საწინდარია ეს ყველაფერი, ამიტომ ამებით შეგიძლიათ პირადში მომწეროთ და მოკლედ ვიწყებ ჩემო ძირფასებო, აი საოცრება, ესე იგი ერთი დასტის რაიდერის თასები და მეორე აქედან ჩვენი სულელი, რომელიც როგორც ჩანს, ურთიერთობა რაღაცა ან თავიდან დავიწყეთ, ან ახალი ურთიერთობას უკავშირდება და ძველი დავამთავრეთ და სულელის არკანით რაღაცა ახალ გზას გაუდექით, მაგრამ მე არ მინდა წინასწარ არ მეთქვა, იცით თქვენ ხო? მოდით ნახოთ სიტუაცია თქვენ ორ შორის. სიტუაცია თქვენ ორ შორის და ეჭვიც არ მეპარებოდა ჩემო ძირფასებო, რასაც მე აქ უყურებ, იწყება იმპერატორით გაშლა. აქ უკვე ხო სიტყვები ზედმეტია, აქ თქვენ ისედაც ხვდებით, რას ნიშნავს იმპერატორით დაწყება, სამიანი ხმლები, რითიც ერთმანეთს ისე ატკინეთ გული, რომ არ დაინდეთ ერთმანეთი, არ ვიცი რა სიტყვები ეძახეთ ამისთანა, არ ვიცი რა მოქმედებები გააკეთეთ ამისთანა, არ ვიცი როგორ ერთმანეთს, რა ვიცი ესროლეთ, სადმე შეხვდით, დაურეკეთ, აგინეთ, ლანძღეთ, მოკლედ ყველაფერი თავდაყირა დადგა, ჩვენ და სამწუხაროდ, ბევრი რო არ ვილაპარაკოთ და ბევრი რო არ ვთქვათ და სიტუაცია, რასაც ახლა უყურებთ, გადავიდა სამიანი ხმლებიდან, კაცი რომელიც იმპერატორია, კაცი რომელიც მდგომარეობიდან გამოიყვანეთ და კაცი რომელიც გაბრაზდა, კაცი რომელიც სამყარომ გამოგიგზავნა და როგორც ჩანს, განა ვერ დააფასეთ, ამას კი არ ვიძახი, რომ ვერ დააფასეთ. უბრალოდ ნახეთ, დაიწყო ამ კაცს შიშები, დაიწყო ამ კაცს შფოთვები და რის გამო დაიწყო გეტყვით. ამდენი ჩხუბის და დავით არაბის მერე. პირდაპირ გეუბნებით, აი ამ ემოციების ფონზე, აი ამ ჩხუბის ფონზე, აი ამ არევ-დარევის ფონზე ადამიანს დაემართა შიშები, ადამიანი განერიყა, ადამიანი განდეგილდა და თან იმპერატორი გავიდა აბსოლუტურად ცალკე და აი ამიტომაც იმყოფებით ახლა ორივე ესეთ გულნათკენ მდგომარეობაში. ნახოთ პარტნიორის ფიქრი და ჩემი საყვარელი და მე ვფიქრობ ბევრისთვის საყვარელი არკანი ტაროლოგების ერთ-ერთი პირველი საყვარელი არკანი ის არ არის, სხვა არის, მაგრამ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი არკანი ორიანი თასებით, რომლითაც ჰარმონია, კი ბატონო არის ბარიერები, მაგრამ რომლითაც ის ურთიერთობა ფიქრებში მაინც არის, ის ჰარმონია ფიქრებში მაინც არის, რითიც თქვენ გაიცანით, რა ურთიერთობას თქვენ გქონდათ, რა სიტუაციებიც თქვენ გქონდათ, სამწუხაროდ ეხლა როგორც ჩანს აქ ვარსკვლავის არკანით ერთმანეთისგან შორს იმყოფებით, მაგრამ ფიქრებში ადამიანს ვერ მოგატყობთ ემოციები, ნამდვილად არის აქ დასტის ფონის ემოცია იყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ძალიან გაგამწარად, ძალიან გაგანერვიულად აიღეთ თქვენ ხმალი და აღარ მჭირდები კვერთხების მეფე, აბა ჰაიდა პაშო გაუყევი გზას და იქით პლუს იმპერატორი. იმპერატორი კვერთხების მეფის თვისებებით ეს არის საოცრად სექსუალური მამაკაცი, საოცრად ძლიერი მამაკაცი, საოცრად ერთი წუთით, საოცრად ქარიზმატული მამაკაცი, კაცი, რომელიც ყველა ქალს იზიდავს და ზუსტად ვიცი რამაც მიგიზიდათ, მაგრამ ყველაზე მთავარი მიმიზიდვასაც რომ თავი დავანებოთ, ემოცია აქვს ამ ადამიანს, უბრალოდ ძალიან გაგანერვიულად, არ ვიცი, აქ კი ბატონო, აქ შესაძლებელია მესამე პირებიც იყვნენ, თან ერთი არად რამდენიმე და ამანაც გამოიწვია ეს სიტუაცია.
ეხლა ჩემო ძვირფასებო, ფიქრები კი გვაქვს, ემოციები კი გვაქვს, მაგრამ აი ეს შორს ყოფნა, რომელიც ხელს გიშლით ერთმანეთისგან, ნახოთ ხო იცით, შორს რო ვართ, მერე გრძნობებით იქნება, ნახოთ გრძნობებში რა ხდება. მიუხედავად იმისა, კი ბატონო, რომ ნახეთ 6-იანი ხმლებით ურთიერთობიდან სიტუაცია წასულია, 6-იანი ხმლებით ერთი ნაპირიდან გადახვედით მეორე ნაპირზე და თითქოს რაღაცა მევფიქრობ, რომ ზოგმა საერთოდ ახალი გზაც დაიწყეთ და ამ ადამიანს საერთოდ შეეშვით და ენერგეტიკულადაც ჩაიხსენით და გააჩნია კიდევ ვიმეორებ, ეს არის საჯარო გაშლა შემოძვირფასებო, ყველაზე ვერ რეზონირდება, ამიტომ გამოხტებით ხოლმე, გიხვეწებით კომენტარებში, ზუსტად ხვდებით, მე მგონი რას გულისხმობ, ამიტომ პირადი ვისაც გნებავთ, ერთ-ერთზე კონსულტაცია სხვა არის, საჯარო სხვა არის, რამდენადაც მეტი აყურება, მით ნაკლებია რეზონირება. და მოკლედ ჩემო ძვირფასებო, მიუხედავად მუშაობის პროცესისა, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ორიანის ხმლებით ადამიანს თვალზე სახვევი და ვერ არჩევანის გაკეთება, მაგრამ შეგრძნებებით ვერ მოგატყოთ, ეს აბსოლუტურად სრულყოფილად გრძნობდა თავს, ეს ადამიანი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე სავსედ გრძნობდა თავს და აი ამანაც გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ ორიანის ხმლებში რადგან გადავიდა, ესე იგი მასში გაურკვევლობა, მასში პრობლემებია, მასში როგორ ვთქვათ, აი იცით როგორ არის, ორი ნაბიჯი წინ და სამი უკან, ორი ნაბიჯი წინ და სამი, ხვდით რა სიტუაციაა? უნდა თქვენთან ნაბიჯის გადმოთქმა, მაგრამ არ ვიცი, ეს მესამე პირებიანი თუ ზოგადად სიტუაცია ესეთი ვერ ეძლევა იმ საშუალება, რომ თქვენამდე მოვიდეს. და ხო ქმედებაში რას იზას, აი 9-ის პენტაკლი და ესე იგი საოცრება, აქაც ვარსკვლავი, აქ მთვარის არკანი, ტრანსფორმა. ოპა, ეხლა გეტყვით რა ხდება, ქმედებაში არის საოცრება. კი ბატონო, ვისთანაც დავიწყეთ მუშაობა, დაცვადავდეთ და მოხსნა გავაკეთეთ, მე ამას არ გულისხმობ. ადამიანები, რომლებიც უყურებთ, რომ ჯერჯერობით არაფერი საშველი არ გაქვთ, ჯერჯერობით სიტუაციას საშველი არ აქვს, 9-ის პენტაკლით, მიუხედავად კომფორტისა, მიუხედავად სიტუაციისა, მთვარის არკანით და ვერ გაგანახებთ ამიშმაკის არკანს, დამიბლოკავს ეკრევე ვიდეოს, YouTube-იც და TikTok-იც და მთვარის არკანით გაურკვევლობაში და ილუზიებში. ადამიანი ნოსტალგიებში, ადამიანი თქვენზე ფიქრობს, ადამიანს უნდა მოქმედება, კი ბატონო, ვერ მოგატყოთ რა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ გაშიშებულ მდგომარეობაში, ჯერჯერობით ვერ ნაბიჯის გადმოდგმაში, ამ ყველაფერთან ერთად ტრანსფორმაციაში სამწუხაროდ ადამიანი გაჩერდა და ტრანსფორმაციაში რა ვიცით ჩვენ, ადამიანს არ ვაწუხებთ, ადამიანს არ ურეკავთ, ისევ თვითონ გამოვა კონტაქტზე. კარგით, კიდევ ნახოთ ქმედება რა იქნება, მონატრება გვაქვს, ილუზია გვაქვს, ნოსტალგია გვაქვს, კარგი ტრანსფორმაცია და ნახოთ ქმედება, აქაც ეშმაკი. აქ ნახევარზე მეტი მაგიის ქვეშ არის, ეს ვცოდეთ. ვინც გამოსულია და ჩემთან უკვე დაცვადადებულია, იმაც არ გულისხმობ, ჩემო ძვირფასებო. ვინც საერთოდ ჩემთან არც კონსულტაციაზე ყოფილა და საერთოდ არ იცის რა არის თუნდაც ურთიერთობის გადარჩენა, ურთიერთობის სიტუაციისგან დაძლევა, რთული ურთიერთობის სიტუაციისგან დაძლევა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ქმედებაში ვერ მოგატყობთ მზის არკანი, აქ 4-იანი კვერთხები, ქმედებაში ადამიანს რაღაცა ნაბიჯის გადმოთქმა უნდა. მე კიდევ ვიმეორებ, ორ ვარიანტად ყოფ ამ გაშლას, ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. ვარიანტი, რომელიც ახალი ცხოვრება დაიწყო, ძალიან ბევრმა და ახალი ადამიანი გაიცნო და ვარიანტი პირველი ბუდიშთა ვარიანტი, მეორე, რომელიც ისევ ძველ წარსულს მისტირის, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანსაც მონატრება შეგრძნებები აქვს. ამას ვერ მოგატყობთ რა არ აქვს, უბრალოდ აი ეს შიშები, აი ეს აფარებული კედლის უკან დგომა, სამწუხაროდ არ აძლევს იმის საშუალებას, რომ წინ წამოვიდეს და ვარსკვლავის არკანი მიხურავს, ისე ვარსკვლავის არკანი შორე და მონატრება. ესე იგი, ქმედებაში მე ვფიქრობ, რომ რაღაცა მაინც იქნება, კარგი დავამატეთ, ხა აქ ვთქვით 4-იანი კვერთხებს თუ ჩავთვლით, კი ბატონო, ქმედება შეგვიძლია მოვიაზროთ, მაგრამ რაღაცა ნაბიჯები იქნება, ვერ მოგატყობთ, რომ ნაბიჯები არ იქნება, არ ვიცი, fake account-ებით იქნება, არ ვიცი რით იქნება, ჯერჯერობით გაშიშებულ მდგომარეობაში მყოფი თქვენი პარტნიორი, აი ესე, ფეხება წევრი და ხეთ ცხენი, როგორი მორბის თქვენსკენ და როგორ ცლის სიტუაციებს, ამიტომ დაველოდოთ ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ, საჯაროა, ჯობია პირადი კონსულტაცია, გადმოგბრძანდით, მომწერეთ პირადში და მეორე, მე ვერ დაგკიდებით, რომ პირველ მეორე დღეს, მაგრამ მესამე ან მეოთხე დღეს მაინც გვექნება აუცილებლად კონსულტაცია ფიზიკურად ძალიან გადატვირთული, ჯერჯერობით პირადი კონსულტაციები 4 რიცხვიდან ვთქვი და ჯერჯერობით არ განმიხორციელებია, ამიტომ ჩაწერები გრძელდება და მომწერეთ, რიცხვების მიხედვით მყავს ჩაწერილი ხალხი.
იმის გამო, რომ აი ესეთი რაღაცა გადარბენები მაქვს და მოუცლელი სიტუაცია. ეს იყო დღევანდელი ჩვენ საჯარო გაშლა, სხვა შორს ცუდი არ იყო, მინდა გითხრათ რაღაცა დამაიმედებელი მეთი ნოტით შორდებით ერთმანეთს, დღევანდელი ვიდეოთი ჩამოძირფასებო, მე მაინც მომიწონე, იმიტომ რომ ქმედებაში აქ ფორთხიალს ხედავ რაღაც სიტუაციებს, ხედავ უბრალოდ ჯერჯერობით ტრანსფორმაცია ის თქვენგან კიდე შიშები რაღაცები მდგომარეობიდან თითქოს რაღაც შაიკეტა. გამოვა ეს ადამიანი აუცილებლად გამოვა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია კიდეც რომ დავეხმაროთ და ამაზე უკვე პირადში უნდა მოწეროთ. ეხლა დაგემშვიდობებით, ჩამოძირფასებოთ დროებით. მიყვარხართ ყველა.